შეეწია ისრაელს თავის მსახურს, თავისი წყალობის გახსენებით, როგორც უთხრა ჩვენს მამებს, აბრაამს და მის შთამომავლობას უკუნისამდე. მარიამი მასთან დაახლოებით 3 თვე დარჩა და შემდეგ თავის სახლში დაბრუნდა. ელიზაბეთს მოესწრო მშობიარობის დრო და შვაძე. მეზობლებმა და ნათესავებმა გაიგეს, რომ უფალმა დიდი წყალობა გამოავლინა მის მიმართ და მასთან ერთად ხარობდნენ. მერვე დღეს მოვიდნენ ბავშვის მოსაკვეთად და უნდოდათ ზაქარიას სახელი დაერქმიათ მისთვის სახელი, მაგრამ დედამ თქვა: არა, იოანე დაერქვას. უთხრეს: შენს ნათესავებში ასეთი სახელი არავის ქვია. ნიშნებით კითხეს მამას, რა სახელი უნდოდა დაერქმია. მან დაფა მოითხოვა და დაწერა: მისი სახელია იოანე. და ყველას გაუგვილდა. მაშინვე გაეხსნა პირი და ენა და ღმერთს აქებდა. შიში დაეცა ყველა მეზობელს და ეს ყველაფერი იუდეის მთელ მთიან მხარეში გავრცელდა. ვინც ეს გაიგონა, გულში ინახავდა და ამბობდა: რა იქნება ეს კრმა? და უფლის ხელი იყო მასთან.